კორეული მზის დამცავი საშუალებები დღესდღეობით გლობალური სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია. მსუბუქი ტექსტურის გარდა მათი წარმატების საიდუმლო მრავალფუნქციობა. საქართველოში კორეული ბრენდების ერთ-ერთი გამორჩეული არჩევანი PSP საფთექო ქსელში არის წარმოდგენილი. კორეულ მზის დამცავ საშუალებებზე სასაუბროდ შემოგვიერთდა მაიკო ჭაფოძე და მასთან ერთად ახლა კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ ამ მიმართულებაზე. გამარჯობა, მოგესალმებით. ტრადიციულად სამშაბათი ჩვენს ეთერში PSP-ს დღეა და სეზონურობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რაზე ვისაუბრებთ თუ არა მზის დამცავებზე. მოკლედ, დღეს კოსმეტიკურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციაზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა კანის მოვლაზე და მზისგან დამცავ საშუალებებზე. ამაში კი დიდი წვლილი კორეული სილამაზის ინდუსტრიას მიუძღვის, რომელიც ახლა მსოფლიო ტრენდია. აზიური ბუნებრივი ინგრედიენტებითა და ინოვაციური ფორმულებით კორეული მზის დამცავი საშუალებები კანის მზისგან დაცვასთან ერთად აძლიერებს მის ბუნებრივ ბარიერს, ატენიანებს კანს და ებრძვის დაბერების ნიშნებს. სააფთიაქო ქსელი PSP მომხმარებელს მსოფლიოში აღიარებულ და მოთხოვნად კორეულ ბრენდებს თავაზობს. როგორც უკვე გითხარით, სეზონურობიდან გამომდინარე, სწორედ კორეულ მზის დამცავ საშუალებებზე ვისაუბრებთ და PSP-ს კატეგორიის ლიდი ლელა ქეთელაური გახლავთ ჩვენი სტუმარი. მრავალფეროვნად ხართ წარმოდგენილი. თქოს მარტივია, რომ რაღაცა მზის დამცავი საშუალებები რაღაც ერთი სახეობის უნდა იყოს, თუმცა სულაც არა, ხო? საკმაოდ ფერი. ეს სუმზისგან ხო ერთი მზე გვაქვს. მაინც თავაზობ. ლელა, მოდი დავიწყოთ საუბარი და გითხარი თავდაპირველად, რატომ გახდა კორეული მზის დამცავი საშუალებები ასეთი პოპულარული მთელს მსოფლიოში და რით განსხვავდება ის სხვა დამცავი, არ მინდა ეხლა ბრენდები ჩამოთვალო, მაგრამ მსოფლიოში პოპულარული სხვა ბრენდებისგან, ხო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. როგორც უკვე ახსენე, კორეული მზისგან დამცავები მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და არა მხოლოდ მზისგან დამცავები, არამედ ზოგადად კორეული კოსმეტიკა არის მსოფლიოში პოპულარული. მზისგან დამცავები განსხვავდება ძირითადად მათი შემადგენლობით, იმიტომ რომ არა მხოლოდ მზის დამცავი ფილტრი აქვს პროდუქტებს, არამედ მაგალითად სხვადასხვა კანის პრობლემებზე არის მორგებული, შეიძლება იყოს დამატენიანებელი ეფექტით, იყოს რაღაც გამაგრილებელი ეფექტით, მაგალითად დამწრობის შემთხვევაში, აღმდგენი ეფექტით და ასე შემდეგ. აი ფილტრებზე მინდა უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ხო? აი ქიმიური, ფიზიკური და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს? რას უნდა ხდებოდეს მომხმარებელი ამით? როგორც იცით, ახლა მზე საკმაოდ ქიმიურია, მაგრამ მაინც მზე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია და შესაბამისად ნებისმიერ დროს გვჭირდება მზისგან დაცვა. მზისგან დამცავი ფილტრები არის ორი სახის, UVA და UVB. UVA იცავს UVA სხივები ძირითადად დაზიანებს ჩვენს კანის უჯრედებს, აღწევს ღრმად და იწვევს მაგალითად დაზიანებას ან დროთა განმავლობაში დაბერებას და UVB სხივები უკვე იწვევს კანის დამწვრობას. სწორედ ეს ფილტრები აქვს აღნიშნულ მზისგან დამცავებს და ასევე უნდა ვახსენო PA+-ით ხშირად შეგიმჩნევიათ მზისგან დამცავებზე. ესეც უკვე UVA მზისგან დაცვის ფილტრებია, ანუ რაც უფრო მეტი პლუსი აქვს, უფრო კარგად იცავს კანს და უფრო დიდი ხნის განმავლობაში იცავს ჩვენს კანს მზის სხივები. კი ბატონო, და სწორედ ამიტომ აქვთ კორეულ ქალბატონებს ფაიფურის სახეები, ისინი ღრუბლიან ამინჩიც კი თურმე მზის დამცავს იყენებენ ნებისმიერ დროს, ანუ მხოლოდ პლიაჟზე და მხოლოდ მზის ქვეშ არ არის საჭირო მზისგან დამცავები, უნდა გამოვიყენოთ მაგალითად ღრუბლიან ამინჩი, როგორც უკვე ახსენეთ, დილით საქმე. ღრუბლიან ამინჩი მე დავუმწვავე. კი, ამიტომ არის ალბათ საჭირო სხვადასხვანაირი, ხო, ტექსტურით, ფორმით, რაღაც ჯანთაში ჩასაგდებათ ყველგან. კანის ტიპის მიხედვით და საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია მომხმარებელს შეარჩიოს. შეიძლება უნდოდეს რომ მაგალითად სტიკის ფორმით მზისგან დამცავი გამოიყენოს, რომელიც არის მოთხოვნადი ბოლო პერიოდის მარტივია, არ ჭირდება. კომფორტული გამოსაყენებელია. ესე მარტივად შეიძლება. ანუ ამით ეს ხდება. შეიძლება გახსნა. ეს ხოლმე სახის არის? სახის და ასევე ხელებისთვის. რაც ისეთი მოქნილი ფორმა აქვს, რომ გონია რომ აი კომფორტული არის სახეზე გამოსაყენებლად და იმიტომ აქვს ესეთი ფორმა უფრო. ვისთვის როგორ? გასაგებია ალბათ ხელებისთვის ვისაც გასაგებით ბევრი ტატუ აქვს. კი, ნამდვილად სამზი. ნამდვილად ესეა ყოჩახში. ლელა, მე დაეკაბარა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ PSP-ში კორეული ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანია და რა ბრენდები გაქვთ წარმოდგენილი, რომელ ბრენდებს აქვთ მზისგან დამცავი საშუალებები და დღეს რომელ ბრენდებზე უნდა ვისაუბროთ? PSP საფთიაქო ქსელში კორეული ბრენდების საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს და ასევე ნებისმიერ ბრენდს აქვს მზის ხაზები. მაგალითად,
შეგვიძლია ვისაუბროთ Round Lab-ის მზის გადამცავზე, რომელიც თელსოფლიოშია. ახლახანს რამდენიმე თვეა დაემატა PSP-ს აფთიაქო ქსელში და Round Lab-ის ასორტიმენტში არის მზის გადამცავები, ასევე შევხვდებით მაგალითად სტიკის ფორმით მზის გადამცავს, ასევე შეგვიძლია შევხვდეთ ტუბის ფორმით მზის გადამცავს, ესეც მომხმარებელმა საკუთარი კანის ტიპის მიხედვით შეუძლია შეერჩიოს. აქეთ ხედავ Round Lab-ის არყის ხისწვენის ხაზის სტიქს, რომელიც დღეს ბესტსელერია. საკმაოდ ბესტსელერია და საკმაოდ პოპულარულია. შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს, არყის ხის ექსტრაქტს, რომელიც პროდუქტი არა მხოლოდ მზისგან იცავს ჩვენს კანს, არამედ დატენიანებს კიდეც და აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც, ანუ მზის დამწვრობის შემთხვევაში ერთგვარი გამაგრილებელი ეფექტიც აქვს მზის გადამცავს. რაც შეეხება წიწვოვან სტიქს, ის რაში გვეხმარება? წიწვოვანი სტიკი უკვე არის ისეთი კანისთვის, წიწვოვანი უბრალოდ ფიჭვის ხის ექსტრაქტზე დამზადებული. მე რომ ვიპარავ კადრში როჩაზე ჩემი ხო. აღნიშნული პროდუქტი არის უკვე მგრძნობიარე კანისთვის, ვისაც აწუხებს სხვადასხვა პრობლემები, მაგალითად სიწითლე, მგრძნობელობა, აკნე. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტი საუკეთესოა, იმიტომ რომ ამშვიდებს კანს მზისგან დაცვას, მზის დაცვას და უზრუნველყოფს კანის დამშვიდებას და ანთებების სურნელზე უნდა გკითხოთ, აი აჩვენსაც მართლა გოგონია. შეგდა ნაყინი შემოიწამო. შეჭმადია ხო? ესეც ხაზგასასმელია, იმიტომ რომ დღეს საშუალებები იმდენად ბუნებრივი მასალებისგან მზადდება, რომ პრინციპში ხო ტექსტურით თუ სუნით გოგონია რომ მართლა შეიძლება. Round Labs ეს ახასიათებს, რომ მინიმალისტური ფორმულებით ამზადებენ პროდუქტებს, რომ განკუთვნილი იყოს ძირითადად გრძნობიარე კანისთვის და არ გააღიზიანოს კანის სხვადასხვა არომატებით, სუნამოებით და ასე შემდეგ. კი, და იმიტომაც აქვს ესეთი ბუნებრივი სურნელი. აქვე აღვნიშნავდი იმასაც, რომ საინტერესო ფაქტია ის, რომ არყის ხის წვენს მხოლოდ გაზაფხულზე მოიპოვებენ. ხე გამოყობს ამ ყველაფერსო და ჩინელებიო რაღაც ღვთისგან კორეელები ღვთისგან ნაბოძებს სითხესაც კი უწოდებენო და სწორედ აი ამ კანის მოვლის ატარებს ეს აქტიურად იყენებენ. გადავიდეთ კოსარექსზე, რომელიც თავისი ლოკოკინის მუცინით ძალიან ცნობილი ბრენდია და მთელი მსოფლიო აღიარებს ამ ბრენდს. რა მზის დამცავებს, როგორ მზის დამცავებს? კოსარექსის ასორტიმენტში გვხვდება სტიკის ფორმის მზის გადამცავი, რომელსაც უხილავ მზის გადამცავსაც ეძახიან, იმიტომ რომ კანზე დატანის შემთხვევაში არ ტოვებს არანაირ კვალს, მაგრამ ეფექტური მზის გადამცავი არის. მათთვის არის აღნიშნული მზის გადამცავი, ვისაც არ უყვარს მაგალითად თეთრი კვალი მზის გადამცავის წასმის შემდეგ, ან არ უნდა რაღაც ჭარბი წებოვნების შეგრძნება და ასე შემდეგ. აღნიშნული მზის გადამცავი თითქმის არც კი იგრძნობა კანზე წასმის შემდეგ. და მაღალი დამცავი აქვს, ხო? ეს 50 SPF-ით არის კორეულ ასორტიმენტში წარმოდგენილი მზის გადამცავების უმეტესობა და საჭიროა როცა მზეზე აქტიურად ვიმყოფებით 2 საათში ერთხელ განვიახლოთ და ამისთვის საკმაოდ კარგი არის მაგალითად სტიკის ფორმის მზის გადამცავები, როგორც ყველა ბრენდს აქვს წარმოდგენილი, ასევე არის წარმოდგენილი მისტის ფორმის მზის გადამცავი. ეს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ასეთი საშუალება მართლა მეც არ მიიღწევა. ეს საშუალება არის არა მხოლოდ სახისთვის, არამედ ტანზეც და თმაზეც გამოიყენება. ეს არის მიშას მისტის მზის გადამცავი, რომელსაც აქვს ქიმიური ფილტრი და იცავს ჩვენს კანს, სახეს და ასევე თმაზეც შეიძლება გამოვიყენოთ, იმიტომ რომ თმაც არანაკლებ დამწვრობას იღებს მზის ქვეშ მოხვედრისას. ასევე შეგვიძლია გამოვყოთ კუშონის ფორმის მზის გადამცავი, რომელიც არ არის შეფერილი, არის მხოლოდ მზისგან დამცავი პროდუქტი. ეს არის Village 11-ის მზის გადამცავი, რომელიც შეგიძლიათ ასევე კი გადაატარებისთვის. ცარიელი, სავსე რა ღირს? 2 საათში ერთხელ შეგიძლიათ ეს პროდუქტიც გადაიტაროთ. ესე იხსნება როგორც ჩვეულებრივი ნებისმიერი კუშონი. აქ არის უკვე მზის გადამცავი ფილტრი და სპეციალური სპონჯის საშუალებით შეუძლია მომხმარებელს ნებისმიერ დროს განიახლოს მზის გადამცავი მაკიაჟზეც კი და გარეთაც კი ეს ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ გამოსაყენებლად და დატანისთვის საკმაოდ კარგი აქვს თავისი სარკეც, სადაც თითქმის როგორც აი პუდრას მსგავსად შეგვიძლია ასევე თქვენ ახსენეთ რომ 2 საათში ერთხელ უნდა განვაახლოთ, მაგრამ თუ წყალთან გვაქვს შეხება, ალბათ ეს 2 საათი კიდევ უფრო მცირდება. უფრო მცირდება წყალში მოხვედრის შემდეგ ან ოფლის გამოყოფის შემდეგ მზის გადამცავები ძირითადად ჩამოირეცხება ხოლმე. მაგრამ მიზონის ბრენდს აქვს წყალგამძლე მზის გადამცავი, რომელიც
შეუძლია მომხმარებელს რომ გამოიყენოს, დაიტანოს და წყალში ჩასვლის შემდეგ მზის გადამცავი არ შორდება. ამისი მრავალი ტესტიც არსებობს, წყალგამძლეარის და შეუძლია მომხმარებელს აღნიშნული მზის გადამცავი გამოიყენოს აუზზე ან ზღვაზე. ლელა, სულ ახლახანს გამოჩნდა PSP საფთიაქო ქსელში დერმა ფირმის სამხრეთ კორეული ბრენდი, რომელიც ასევე ძალიან შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა და არა მარტო ქართველმა მომხმარებელმა. წარმოგვიდგინე, რას გვთავაზობს ეს ბრენდი? დერმა ფირმი არის დერმატოლოგიური კორეული ბრენდი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ხაზი და მათ შორის აქვს მზის გადამცავი, რომელიც ასევე არის საკმაოდ კარგი მაკიაჟის ბაზა, ანუ მომხმარებელს შეუძლია კანის მოვლის რუტინის ბოლო ეტაპზე უკვე დაიტანოს აღნიშნული პროდუქტი და შემდეგ გამოიყენოს მზის გადამცავი, საკმაოდ გამოიყენოს მაკიაჟი, უკეთრავად, საკმაოდ კარგი მაკიაჟის ბაზა არის და ძლებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. აქეთ რა სტიკებს ვხედავთ? აი, ყვითელი რა ბრენდი არის? ეს სტიკებიც არის ასევე მიშას მზის გადამცავის სტიკები, რომელიც არის სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ორივე არის მზის გადამცავი. ასევე აქვს UVA და UVB სხივების საკმაოდ მაღალი დაცვა. ანუ პროდუქტზე შეგვიძლია ვნახოთ PA და 4+4+. სანამ ხო პროდუქტს შევიძენთ, რა უნდა ანუ ვამოწმებთ, რომ იცავდეს UVA და UVB სხივებისგან, როგორც უკვე აღნიშნე, ერთი არის რაც ჩვენ დამწვრობას იწვევს მზეზე მოხვედრის შემდეგ, ერთი არის რომელიც ჩვენი კანის უჯრედებს აბერებს და PA დონე, რომელიც პლუსებით არის დატანილი, თუ აქვს მაგალითად 4+, ეს არის მაქსიმუმი, ანუ აქვს მაქსიმუმი დაცვა UVA სხივებისგან, ანუ კანის დაბერებას იცავს. რა თქმა უნდა, ჩვენ რა ბრენდებზეც ახლა ვისაუბრეთ, რა ასორტიმენტზეც ახლა ვისაუბრეთ, დიდებისთვის არის განკუთვნილი მოზარდობიდან და უფრო პატარებისთვის ხომ არ გაქვთ ასორტიმენტში რამე? გვაქვს ასევე პროდუქტი, ერთი წუთით. ეს არის მზის გადამცავი, რომელიც არის მთელი ოჯახისთვის, ანუ ჩვილობის ასაკიდანვე ნებისმიერი ოჯახის წევრმა შეუძლია გამოიყენოს, მთელი ოჯახისთვის არის აღნიშნული მზის გადამცავი. მიშას მზის გადამცავი არის აღნიშნული ბრენდი. და ლელა, საუბრის ბოლოს PSP ხშირად ანებიურებს ხოლმე თავის მომხმარებელს სხვადასხვა შეთავაზებებით და ახლა კორეულ ბრენდებზე მზის დამცავ ხაზზე ხომ არ გაქვთ რაიმე სპეც შეთავაზება? ამ კვირის განმავლობაში PSP საფთიაქო ქსელში არის კორეული დღეები და არა მხოლოდ მზის გადამცავებზე, არამედ ნებისმიერ კორეულ პროდუქტზე მომხმარებელი სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებს საფთიაქო ქსელშიც და ონლაინ. თავარია რეკომენდაციებით დავასრულოთ, რომ ხო დღეს ყველამ გავიგეთ, ალბათ ყველა ადამიანამდე მივიტანეთ ეს ინფორმაცია, რომ მზის გადამცავი გჭირდება არა მარტო პლაჟზე, არა მარტო წყლის პირას, გჭირდება ნებისმიერ სეზონზე, დილიდან საღამომდე, ღრუბლიან ამინჩიც კი, იმისთვის რომ კანი დაცული იყოს დამწრობისგან. თან მოდი ვაღიაროთ, რომ ეს კორეული სილამაზე ყველაზე მთავარია, ხო, ჩვენ ამდენს ზრუნავენ ბრენდები ჩვენს ჯამთვალ. რაცა ჩვენს ქნათავ. მთელი ოჯახისთვის რომ არის იმ საცხის გარდა დანარჩენი ყველა არის unisex-ი, აჩო, ასე რომ თამამად შეგიძლია ნებისმიერ ბრენდში მოიძიო შენთვის სასწაული. თავარია მართლა ყველა ბაკპარუიცი გინდა შეიშხურებ, გინდა წაისვამ, გინდა სტიკის სახით ყველანაირი ფორმით არის. თან მართლა სურვილის მიხედვით არის როგორც ეკომფორტულება მზის დატანა სხვადასხვა ფორმებით, ამიტომ მაკიაჟზეც კი ეს მოგოთა ვიცოდი. მე სულ ვამბობ ხოლმე. შეგიძლია მზისგან დამცავი. მე სულ ვამბობ ხოლმე იმას, რომ მართლა ჩემი დაკვირვებით რაღაც ეს კორეული სილამაზე რაღაც გასტანდარტებულია თანამედროვე ძალიან მომხიბვლელია აშკარად ბიჭებიც, გოგოებისთვის და გოგოები ბიჭებისთვის რაღაცა და რამდენჯერაც მე ცოცხლად შევხვედრი ვარ კორეულ ადამიანს შესამჩნევად უბზინავთ კანი ყოველთვის რა. ამიტომ რაღაცას რომ რაც არის დამსახურება მოვლის მაგას ვამბობ, ხო რაღაცას რომ ლაპარაკობ, მე ილუსტრაცია ცოცხალი მაგალითი რო ყავს, მე ესე იგი რაღაცა სწორად აკეთებ. კიდე იცი რა მინდა გკითხო, ძალიან ბევრი ბრენდი გვირჩევს ხოლმე რომ არ გამოვიყენოთ დამცავი თვალის გარშემო. რა ხდება კორეულ ბრენდებში ამ შემთხვევაში? კორეულ ბრენდებში განკუთვნილი არის კონკრეტულად გრძნობიარე კანისტრის პროდუქტები, რომელიც შეგვიძლია ამ არეშიც გამოვიყენოთ ჩვეულებრივ, მაგრამ არ არის სასურველი რომ თვალთან ახლოს დავიტანოთ. ანუ აქ რაღაც კონკრეტული ბარიერი არის, რომლის ზევითაც აღარ უნდა დავიტანოთ, იმიტომ რომ იწევს გაღიზიანებას. თვალები მზისგან შეგვიძლია დავიცოთ უკვე სათვალით. როგორც ვისვამთ ხოლმე თვალის გარშემო საცხს ან ასე შემდეგ, ზუსტად ისე შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ მზისგან
მისდამცავით. სპეციალური შეთავაზებები რამდენ ხანს გაგრძელდება PSP-ს სააფთიაქო ქსელში? კვირის ბოლომდე კვირის ჩათვლით იქნება PSP-ს სააფთიაქო ქსელში, მაგრამ მზის განდამცავებზე მთელი ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა შეთავაზებები დახვდება მომხმარებლებს. რადგანაც არასდროს დაგვაუწყდეს, რომ მზისგან დასვა სჭირდება. ძალიან დიდი თქვენ მადლობა. გაქვთ ბოლოს პატარა კითხვას დავსვათ, თქვენ გაქვთ ასევე კამპანია PSP-მ გამოაცხადა კამპანია და ამ კამპანიის შესახებაც გითხარი მზის დამცავების შესახებ. მზეს ვერ დაემალები PSP-ს კამპანია, რაც ნიშნავს იმას, რომ მზისგან დაცვა სასურველია არა მხოლოდ აუზზე ან ზღვაზე, არამედ ნებისმიერ ადგილას, მაგალითად ჩრდილშიც, ხოლგვის ქვეშ, მანქანაში, იმიტომ რომ ვერც მანქანის მინა ვერ გვიცავს მზისგან, ვერც ქოლგა ვერ გვიცავს ისეთი სხივებისგან, რომელიც ჩვენგანს აბერებს. ამიტომ სასურველია, რომ მზისგან დამცავი გამოვიყენოთ ნებისმიერ სეზონზე და ნებისმიერ ადგილას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა, ამომწურავ ინფორმაცია მოგვაწოდეთ კორეულ საშუალებებზე, რომლებიც დაგვეხმარება მზისგან დავიცვათ ჩვენი სხეული.